Hey, ჯოში ვარ. დღევანდელ ეპიზოდში The Infographic Shows-ზე ვსვამთ კითხვას. რა მოხდებოდა თუ თანამედროვე ბომბდამშენი მონაწილეობდა დიდ დღის ბრძოლაში? ისე ვაკეთებთ ამას. სცენარი 1. ჰანსი, ჩვენი სტერეოტიპული გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც მოუგონებელი მწერლის მიერაა შექმნილი, ზის დაბომბილ ბეტონის ბუნკერში და ომაჰას სანაპიროს გადახურებს. ახლა 6 საათი და ცოტა მეტი წუთია. 1944 წლის 6 ივნისს. მან ახლახან გადაურჩა მიწიერ ჯოჯოხეთს. ბომბები ათასობით თვითფრინავიდან ცვიოდა. საზღვაო დაბომბვა იმდენად ხმამაღალი იყო, რომ ინგლისშიც კი ისმოდა არხის მიღმა. მისი ხურებიდან ჯერ კიდევ სისხლისდის. ხეღები სევანკალებს, მაგრამ როგორღაც მისი MG-42 უვნებელია და ამერიკელები მალე ზუსტად მის სროლის ზონაში გადმოვლენ ნაპირზემზე. იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ იყოს. ხო, ამაზე. უცებ მისი სამყარო ბნელდება. მისი ბუნკერის ჭრილში ისეთი ზუსტი დარტყმა მოხდა, რომ თითქოს საკუთარი საფოსტო ინდექსი ჰქონდა. ის ჩამოაგდეს თანამედროვე BRT-B ლანსერიდან, რომელიც 75,000 ფუნტის იარაღს ატარებდა. ყველა იარაღი GPS-ით იმართება და მიზნამდე რამდენიმე ფუტში ზუსტად ხვდება. ლანსერი იმდენად მაღლა დაფრინავს, რომ ატლანტიკური კედლის ყველა ქვემეხი, მათ შორის 88 მმ-იანი ფლაკ 36, რომლის ეფექტური ჭერი 26,000 ფუტია, ვერც კი მიუახლოვდებოდა მას, საუკეთესო დღეზეც კი. ეს არის უსიამოვნო სიმართლე თანამედროვე ბომბდამშენის 1944-ში ჩაყვანის შესახებ. ეს უფრო დემონსტრაციაა ვიდრე ბრძოლა. გერმანიის სამხედროების ყველაზე დახვეწილი საჰაერო თავდაცვის რადარი 1944 წელს ვიურცბურგი მუშაობდა ისეთ სიხშირეებზე, რომ თანამედროვე ელექტრონული ომის სისტემები მას ფონის ხმაურად აღიქვამენ. როდესაც მათი რადარი უსარგებლო გახდება, გერმანელი ანტისაჰაერო ქვემეხების მსროლელები იძულებულნი იქნებიან ოპტიკურ დამიზნებაზე გადაიცვლონ. მათ უნდა დაენახათ თვითფრინავი, გაეგონათ მისი ხმა და ვიზუალურად გაეკონტროლებინათ, რომ რაიმე შანსი ჰქონოდათ მასზე მოხვედრის. წარმატებებს გისურვებთ თამაში. BRT-B, რომელიც საბრძოლო პროფილით 40,000 ფუტის სიმაღლეზე დაფრინავს. ატლანტიკური კედლის ყველა ანტისაჰაერო ქვემეხის ეფექტურ ზღვარს ცდება. ვიურცბურგის რადარის აღმოჩენის დიაპაზონი. ეს უკვე უმნიშვნელოა, თუ თვითფრინავის ელექტრონული საწინააღმდეგო ზომები სწორად მუშაობს. ჰანსი მან არც ხმა გაიგო და არც დაინახა, რომ მოდიოდა. 1944 წელს ამას ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ეს მარტივი ვერსია. ერთი გადაფრენა ატლანტიკის კედელს ზუსტად იმ ადგილას, სადაც აიზენჰაუერმა უბრძანა, რამდენიმე ახალი ვენტილაციის სისტემა უჩნდება. და ინგლისში ვიღაცა ძალიან მოკლე ანგარიშს იღებს ოპერაციის შემდეგ. მოსაწყენია. მოდით, საინტერესო გავხადოთ. სანამ ჩვენს გონივრულ სცენარზე გადავიდოდეთ და დიახ, ეს სიტყვები ბრჭყალებშია, ვიცი რას ფიქრობთ ყველა. როგორც ჩანს, ჩვენ სცენარისტებს არასდროს უფიქრიათ ამაზე, დროის მოგზაურობის ვიდეოების ისტორიაში. როგორ ივსება ეს თვითფრინავი საწვავით? ვინ ატარებს წინასაფრენ შემოწმებას BRT-B-ზე ძველ კარგ ინგლისში? სად არის ტექნიკური მომსახურების ჯგუფი? საიდან მოდის GBU-38 JDAM ბომბები? გახსოვდეთ, ესენი GPS-ით მართვადი საბრძოლო მასალებია და 1944 წელს GPS თანამგზავრები ჯერ არ არსებობდა. ვინმე ითვლის ან ტურბოფანის ძრავების ფრენის საათებს? იცის თუ არა ეკიპაჟმა, კლავენ თუ არა ნაცისტებს? აქვთ თუ არა გადარჩენის გეგმა, თუ ოკუპირებულ საფრანგეთში ჩამოვარდებიან. მათი აღჭურვილობა უეჭველად გამოიწვევს კითხვებს უახლოეს გერმანულ საგუშაგოზე, არა? ხო, მოდი უბრალოდ ყველაფერს უგულებელყოფთ, როგორც ყოველთვის. თუ ლოგისტიკა შენი საქმეა, არ დაგავიწყლეს მოწონება და გამოწერა. და მოგწერეთ კომენტარებში თუ გსურთ რომ გავაგრძელოთ თემა. რა მოხდებოდა თუ ერთი UPS-ის მძღოლი პაკეტებს სტალინგრადის ალყის დროს მიიტანდა? ამაზე მსჯელობთ სცენარის ოთახში. ამ სცენარისთვის ეს BRT სრულად შეიარაღებულია, საწვავით სავსეა და GPS-იც მშვენივრ მუშაურად მუშაობს, იმიტომ რომ ასე გადავთქვეთეთ. არსებობს ზუსტად ერთი ტექნიკოსი, სახელად დეივი, რომელიც ინგლისის რომელიღაც მინდორში დგას და ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი ბომბდამშენი გამართულად ემუშავებინა და ჩვენ ყველა მადლიერები ვართ მის მიმართ. ყველა დაუქნიეთ ხელი და მადლობა გადაუხადეთ დეივს. ეხლა გადავიდეთ აბსურდულ სცენარებზე. მას მოფერებით ბოუნს ეძახიან, იმიტომ რომ უბრალოდ BRT-ის დაწერილ ვარიანტს გავს, ტირე რომ არ აქვს. Rockwell-ის BRT ლენსერი 146 ფუტის სიგრძისაა. მას 4 General Electric-ის FS101 ტიპის ფორსაჟიანი ტურბოვენტილატორული ძრავა ამოძრავებს, თითოეული 30,000 ფუნტ ბიძგს აწარმოებს და მაქსიმალური სიჩქარე Mach 1.25 სახტევს. ის სამ შიდა იარაღის განყოფილებაში მაქსიმუმ 65,000 ფუნტამდე საბრძოლო მასალას იტევს, რაც ნიშნავს, რომ ერთი BRT-B თითქმის 10-ჯერ მეტ ბომბის ტვირთს ატარებს, ვიდრე ერთი B-18 ფრინავი ციხესიმაგრე. რეალური ბომბდამშენი, რომელსაც მერვე საჰაერო ძალები იმ დილით ნორმანდიაზე იყენებდნენ. აბა ეს როგორი ტრაბახია. თვითფრინავს ორი პილოტი მართავს. კიდევ ერთი ორკაციანი ეკიპაჟი ასრულებს სამიზნეზე დამიზნების ძირითად სამუშაოს კაბინიდან, რომელიც გავს ვიდეო თამაშს, რომელიც აშკარად იმ ხალხმა შექმნა, რომლებმაც ზომას გადააჭარბეს. საჰაერო ეკიპაჟს, რომელსაც ამდენი საბრძოლო ძალა აქვს, ზედამხედველი აღყავს და საწვავით სავსე ავზით დაფრინავს ოკუპირებულ საფრანგეთში 1944 წელს. რამდენიმე მყისიერი არჩევანი აქვს.
თქვათ B1 ამჩნევს გერმანულ წყალქვეშა ნავს არხში და იარაღის ოფიცერს ერთი აზრი უჩნდება. ბოუნის შემთხვევით შიდა სათავსოში ატარებს 84 ცალ Mark 62 Quick Strike-ის საზღვაო ნაღმს, 500 ფუნტიან ფსკერზე დასადებ ნაღმებს, რომლებიც აღჭურვილია მაგნიტური და სეისმური სენსორებით. ისინი შექმნილია ისე, რომ ამოიცნონ გამლელი ხომალდების კორპუსის სიგნატურა და შესაბამისად აფეთქდნენ. 1944 წელს გერმანულ წყალქვეშა ნავებს ამ ტექნოლოგიის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ და არც საწინააღმდეგო საშუალებები გააჩნდათ. მათ ასევე არ ჰქონდათ საშუალება აეხსნათ Kriegsmarine-ის უფროსებისთვის, რატომ გახდა ზღვის ფსკერი პირდაპირ მათ ქვემოთ უცებ პრობლემად. B1 ერთ გასვლაზე არხის 9 მილიან მონაკვეთს ამარაგებს ნაღმებით და შემდეგ ინგლისისკენ ბრუნდება. სადღაც წყლის ქვეშ ერთ-ერთი U-boat-ის ეკიპაჟი მალე ღრმად თეოლოგიურ გამოცდილებას მიიღებს. სხვა ვარიანტი, ფრთაგადახრილი B1, რომელსაც სანაპიროს გაწმენდა აქვს დავალებული, დიუნის სიმაღლეზე უახლოვდება, რათა მომენტი უფრო შთამბეჭდავი გახადოს. როდესაც B1 ზემოდან გადაუფრენს, ყველა გერმანელი ჯარისკაცი ბორცვებზე, ყველა მოკავშირე ჯარისკაცი სადესანტო ნავში და დაახლოებით 340 ძროხა ფრანგულ რძის ფერმაში სანაპიროს გასწვრივ 2 მილში. ყველა განიცდის იმას, რასაც ფიზიკოსები მნიშვნელოვან წნევით მოვლენას უწოდებენ. სანაპირო გაწმენდილია, ფერმა კი არა. 3 საუკუნის ნორმანდიული ხველის დამზადების ტრადიცია დასრულდა 1944 წლის 6 ივნის 06:05 საათზე. არავინ ხდება რატომ, სანამ ისტორიკოსი 2003 წელს ფერმის აღრიცხვის წიგნში დაბნელ ჩანაწერს არ იპოვის. ბოლო ვარიანტს ჩვენ ბერლინის ცდუნებას უწოდებთ. საჰაერო ეკიპაჟი, რომელსაც არ აქვს მისიის შეზღუდვები და აქვს რეალურ დროში ინფორმაცია გერმანიის უმაღლესი სარდლობის მდებარეობის შესახებ, უყურებს ევროპის რუკას და ერთი აზრი უჩნდება. ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. სცენარი 2. დროა რეალური შეზღუდვები დავამატოთ. შეზღუდული საბრძოლო დატვირთვა და კონკრეტული პრობლემები, რომლებიც რეალურმა მოკავშირეთა ოპერაციამ ვერ გადაჭრა. რადგან სწორედ აქ ხდება მომავლიდან ჩამოსული ერთი თვითმფრინავი იმ ზღვარს, რასაც ერთი თვითმფრინავი რეალურად შეძლებს. 6 ივნისის დილით გერმანელების რეაგირება ნორმანდიის დესანტზე პარალიზებული იყო არა ბომბებით, არამედ დაბნეულობით. Feldmarschall Erwin, რომელი გერმანიაში სახლში იყო თავისი ცოლის დაბადების დღეზე. Panzerული რეზერვები, რომლებსაც მოკავშირეების ზღვამდე დაბრუნება შეეძლოთ, ჰიტლერის პირად კონტროლქვეშ იყო და თითქმის შუადღემ არ აღვიძა იგი. მუდმივი ბრძანება იყო, დილით ფიურერი არ შეეწუხებინათ. როგორც ჩანს, ვერმახტის ყველა წევრი მის მუდმივ ხასიათის ცვალებადობაზე იყო მიჩვეული და სჯეროდათ, რომ ამ კონკრეტული წესის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამფიბიური შეჭრის შეჩერება. გერმანული სარდლობის ინფრასტრუქტურა კონცენტრირებული იყო. მე-7 არმიის შტაბი ლე-მანში, 84 კორპუსის შტაბი სენ-ლუისში. 1944 წელს შტაბის განადგურება ნიშნავდა შენობის, რადიოების, შტაბის ოფიცრებისა და რუკების ერთდროულად ერთ ადგილას განადგურებას. B1-ს შეუძლია ატაროს სხვადასხვა ტიპის ბუნკერ-ბასტერები, მათ შორის 4 200 ფუნტიანი გამტანი ბომბი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გაარღვიოს გამაგრებული ბეტონის რამდენიმე სართული აფეთქებამდე. მას არ სჭირდება, რომ შენობა დაუცველი იყოს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ შენობა არსებობდეს. Dart-ი Saint-Louis 07:00 საათზე და 84 კორპუსი გათიშული იქნება ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად სჭირდება ფუნქციონირება. Panzerული დივიზიები, რომლებიც გადაადგილების ნებართვას ელოდებიან, ვერ იღებენ მას, რადგან ახლა ყველა სატელეფონო ხაზი ნანგრევებადაა აქცეული. ეს არის იღბლიანი დარტმის სცენარი, შედეგი რომლისთვისაც ალბათ მოკავშირეთა დამგეგმავები ლოცულობდნენ, როდესაც ნებართვას აძლევდნენ თითქმის 14700 საბრძოლო გაფრენას დიდ დღეს. ამ სცენარს რეალურ დროში დაზვერვის ინფორმაცია სჭირდება იმის შესახებ, რომელი შენობა რომელ მეთაურს მასპინძლობს. შტაბები ხშირად იცვლიდა ადვიუნდებარეობას, მეთაურები გადაადგილდებოდნენ. გერმანული სარდლობის ქსელი განზრახ იყო გაფანტული, რადგან მოკავშირეთა ბომბდამშენები კვირების განმავლობაში უთყამდნენ ფრანგულ ინფრასტრუქტურას. ფიქსირებული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის კოორდინატებიც ცნობილია, JDM იმდენად ზუსტია, რომ თუ დამიზნება სწორია, ეს ძირითადად დაზვერვის ხარისხზე მიუთითებს და არა საბრძოლო მასალის ზუსტ მიტანაზე. B1 შეუძლია იდეალურ პირობებში ბომბი კონკრეტულ ფანჯარაში გაატაროს. შეიძლება თუ არა სწორი გენერალი ზუსტად იმ ფანჯარასთან იჯდეს 6 ივნის 07:00 საათზე. ეს ის ცვლადია, რომელსაც ვერც ერთი იარაღის სისტემა ვერ აკონტროლებს. თუ ეს იმუშავებს, გერმანული ჯავშან ტექნიკის რეაგირება საათებში, ან შეიძლება ერთ დღეშიც კი დაიშლება. თუ არ იმუშავებს, B1 უბრალოდ გამორჩეული სიზუსტით დაანგრევს რამდენიმე ფრანგულ შენობას. ეს გერმანიის ბიუროკრატიას თითქმის არ აწუხებს, მაგრამ ძალიან აღიზიანებს იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობდა. სცენარი. სამი შემდეგი სცენარი ყველაზე საფრთხმოა. და რომ გაიგოთ რატო, უნდა გაიგოთ ზუსტად რა წავიდა არასწორად 6 ივნისის დილით. ნამდვილი მოკავშირეთა საჰაერო გეგმა ითვალისწინებდა ასობით B-24-ისა და B-17-ის, რომლებიც 1000-ობით ბომბით უნდა დაეტვირთათ გერმანული პოზიციები სანაპიროს უკან H საათამდე. რეალური შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ 3 ბომბი დაეცა სანაპიროსთან ახლოს.
ეკიპაჟებმა რამდენიმე წამით დააგვიანეს ბომბების ჩამოგდება, რათა არ დაეზიანებინათ სადესანტო ნავები. გრუბლებმა დაფარეს მათი ვიზუალური ორიენტირებები და ბომბების უმეტესობა ცარიელ ფრანგულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაეცა. საზღვაო დაბომბვა მხოლოდ მცირე ხნით გაგრძელდა, ვიდრე დამგეგმავებს სურდათ და მიუხედავად ამისა, ის მაინც არაეფექტური აღმოჩნდა გამაგრებულ პოზიციებზე. იმ დროისთვის, როცა პირველი ტალღა სანაპიროზე გადავიდა, გერმანული თავდაცვა თითქმის სრულად ხელუხლებელი იყო. სწორედ ამ კონკრეტული წარუმატებლობის გამოსასწორებლად აშენდა BRTB. GPS-ით მართვადი საბრძოლო მასალა ღრუბლებს არ აქცევს ყურადღებას. ეკიპაჟს ბუნკერის დანახვა არ სჭირდება. მათ მხოლოდ კოორდინატები სჭირდებათ და ეს კოორდინატები მოდის მისიის წინასწარი დაგეგმვიდან, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ პოზიციებზე, რომლებსაც მოკავშირეთა დაზვერვა თვეების განმავლობაში ფოტოებს უღებდა. ომაჰაზე ყველა პოზიციას ჰქონდა ვიდერსტის ბადისური კოორდინატები. თითოეული ბადისური კოორდინატა C კოორდინატა სამიზნედ იქცევა. ბოუნი ამ სამიზნეებს თანმიმდევრობით ურტყამს ისეთი სიმაღლიდან, სადაც გერმანული ანტისაჰაერო ცეცხლი მხოლოდ დეკორატიულია. საბრძოლო ჩანაწერი ზუსტად გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში. ავღანეთში 8 BRTB ტიპის ბომბდამშემი სამიზნეებიდან 3000 მილის დაშორებით აფრინდა და მისიები 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ისინი ჰინდუ-ქუშის თავზე ბრძოლის ველზე დაფრინავდნენ და მოქმედებდნენ როგორც მფრინავი საარტილერიო ბატარეა, რომელსაც სახმელეთო ჯარები ნებისმიერ დროს გამოიძახებდნენ. სხვა არც ერთი პლატფორმა ამას ვერ უახლოვდებოდა. მებრძოლ თვითმფრინავებს იგივე მანძილის გასავლელად რამდენჯერმე ავზის შევსება სჭირდებოდათ. B-42-ის BRT-ის სიჩქარე და საბრძოლო დატვირთვის მოცულობა არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოუნი ინტერდიქციის მისიების მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს ასრულებდა, ომის პირველ 6 თვეში კოალიციის ყველა ბომბის 40%-ზე მეტს სწორედ ისაგდებდა. საუბარია 3000 ჯეიდამზე, ანუ დაახლოებით 77%-ზე ყველა ზუსტი დამიზნების ბომბის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იმ პერიოდში ჩამოაგდო. ერახშიც იგივე ისტორია იყო. ბოუნმა საბრძოლო გაფრენების მხოლოდ 1%-ზე ნაკლები შეასრულა, მაგრამ ყველა ზუსტი დამიზნების იარაღის 53% ჩამოაგდო. ეს ციფრი დღემდე ნამდვილს არ გავს, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო. დაუბრუნდეთ ნორმანდიაში. მოდი ეს ომაჰას მაგალითზე გადავიტანოთ. სანაპირო 5 მილი იყო გადაჭიმული. მის თითოეულ ფუტს იცავდა თავდაცვითი ქსელი, 8 ბეტონის საარტილერიო ბუნკერი, 30 5 დოტი ანტიტანკო ქვემეხები, ნაღმთყორცნების ორმოები, ნიბელვერფერის სარაკეტო გამშვები, ტყვიამფქვევის ბუდეები და ტანკის კოშკურები. თითოეული პოზიცია ერთმანეთთან იყო გადაბმული. თითოეული წინასწარ იყო დამიზნებული წყლის ხაზზე და სანაპიროდან ყველა გასასვლელზე. რამდენიმე მათგანი იყო გამაგრებული ბეტონის ნაგებობა, სპეციალურად შექმნილი საზღვაო დაბომბვის გადასატანად, რაც მათ შეძლეს კი კიდეც. BRTB-ს აქვს ყველაზე დიდი ტვირთამწეობობა, შეულებრივი იარაღის მხრივ აშშ-ის ბომბდამშენებს შორის. მაქსიმუმ 24 2000 ფუნტიანი JDAM ან 80500 ფუნტიანი JDAM. არ არის საკმარისი ყველა პოზიციის დასათხმელად, მაგრამ საკმარისზე მეტია იმ პოზიციების რომლებიც ნიშნულოვანია. 8 ბეტონის საარტილერიო ბუნკერი, ქვემეხების პოზიციები, რომლებიც სანაპიროს გასასვლელებს აკონტროლებდა, გადაჯაჭვული პოზიციები, რომლებმაც ომაჰას გასასვლელები სასიკვდილო ზონებად აქცია. 1944 წელს მათი გაწმენდა საჭიროებდა ქვეითების აღმართზე ბრძოლას პირდაპირი ცეცხლის ქვეშ. ამ შემთხვევაში საჭიროა სამიზნეების სია, იარაღის გამოყენების თანმიმდევრობის გეგმა და დაახლოებით 40 წუთი ფრეიმის დრო. WN-62, სადაც მსროლელი ჰაინრიხ ზივერლოუ, როგორც თავად წერს თავის მემუარებში, სადესანტო ნავებზე დაახლოებით 13500 ტყვია ისროლა. ქრება მანამ, სანამ პირველი პანდუსი ჩამოიწევა. ხეობების უბთა, ცეცხლის გადაჯვარედინებული ზონები, რომლებმაც ომაჰას სასაკლაოდ აქცია გატეხილია. არსებობს ერთი შეზღუდვა, რომელიც არ ქრება. BRT-ს 1944 წელს ვერავისთან შეუძლია საუბარი. მისი რადიოები იმ სიხშირეებზე მუშაობს, რომლებიც ჯერ არ არსებობს. მას სანაპიროზე საჰაერო მხარდაჭერის კოორდინატორი აღყავს. ფლოტიდან განახლებული სამიზნეების მიღების გზა არ არსებობს და რეალურ დროში ინფორმაცია არ აქვს, რომელი პოზიციებია ისევ აქტიური, როგორც კი სადესანტო ნავები წყალში შევლენ. შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულ სამიზნე რუკაზე. რაც არ შეუძლია, არის იმპროვიზაცია იმ არმიასთან, რომელთანაც რადიოკონტაქტი არ აქვს. როგორც კი პანდუსი ჩამოიწევა, კაცები მარტო რჩებიან. შედეგს მაინც აქვს მნიშვნელობა. პირველი ქვეითი დივიზია სრულიად სხვა სანაპიროზე დაეშვება. ეს არც ერთი თვალსაზრისით არ არის მარტივი. ჯერ კიდევ უამრავი ნაღმია, ბარიერები და გერმანელი ჯარისკაცები. მაგრამ ის სასაკლაო სისტემა, რომელმაც ომაჰას სანაპირე დილის 9 საათამდე სისხლის აბაზანად აქცია, აღარ არსებობს. სხვაობა ისაა, რომ BRTB პირველი შეტევის გადარჩენას შესაძლებელს ხდის დაღლილი პირველი ტალღებისთვის. დეივი ინგლისში ძალიან დადებით შეფასებას იღებს. ბონუსი რაუნდი, ასე რომ სანაპირე თავისუფალია. ჯერ კიდევ დილაა, ბოუნს საკმარისი საწვავის მარაგი აქვს და უამრავი დარჩენილი იარაღი. ეხლა ისინი თავიანთი ფრენის კომპიუტერს უყურებენ იმ 7 ენერგიით, რომელიც ახლავს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის შეცვლას საუზმენდე. ისინი გადაწყვეტენ ფრენა გააგრძელონ. ხედავთ, მათ ისტორიის გაკვეთილზე ყურადღება მიაქციეს. იციან, რომ 1944 წლის 6 ივნისს ჰიტლერი ბერლინში არ არის, ისში არ არის.
ის ბერჰოფშია, თავის მთის რეზიდენციაში, ბავარიაში, ბერთეს გადენის ზემოთ, ნორმანდიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 715 მილის მანძილზე. ის სწინავს. მისი პერსონალი არ გააღვიძებს. არავის უნდა გაბრაზებული ფიურერი. ბერჰოფი მთის ვილაა, არა ბუნკერი. გარშემო 1954 წლის განმავლობაში აშენებული ვრცელი მიწისქვეშა კომპლექსი ჯერ კიდევ მშენებარია და დასრულებული არ არის. მთავარი საცხოვრებელი შენობა ძირითადად მიწის ზედაპირზეა და არქიტექტურულად შთამბეჭდავია. მაგრამ ის არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ გადარჩეს პირდაპირი დარტყმა GBU-31-ისგან, რომელიც თვითმფრინავიდან სიმაღლიდან არის ჩამოგდებული და 1954 წელს არაფერს შეუძლია ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდება. B1B-ს აქვს შესაბამისი მანძილი, ეკიპაჟს კი სურვილი. ეს მხოლოდ მცირე გადახვევა, ჩვეულებრივი მისია. 715 მილი იქ, იარაღი მიზანზე, 715 მილი უკან ინგლისში. დეივი ვერ გაიგებს, სანამ არ დაეშვებიან. სუფთა შესაძლებლობების თვალსაზრისით, ბერჰოფი 1944 წლის 6 ივნისს რთული სამიზნე არ არის. დღეს ფიურერი აღარ გაიღვიძებს თავისი გრძელი ძილის შემდეგ. ბავარიის რომელიღაც ადგილას ძალიან დაბნეული დილის პერსონალი დგას დანგრეული მთის ვილის გარეთ. ხელში უჭირავს ლანგარი ბალახეულის ჩაის, პურსა და მარმელადთან ერთად, ფიქრობს რა გააკეთოს შემდეგ. ბიჭები შეიძლება შობას ვედაბრუნენ სახლში, განაჩენი. იღბლიანი დარტყმის სცენაში შედეგი მონეტის აგდებას გავს, რომელსაც დაზვერვის ხარისხი განსაზღვრავს. თუ სამიზნეს სწორად აირჩევენ, გერმანული ჯავშან-სატანკო საპასუხო მოქმედება გადამწყვეტ მომენტში დაიშლება. თუ შეცდებიან, B1T უბრალოდ განსაკუთრებული სიზუსტით გაანადგურებს ცარიელ შენობებს საფრანგეთის სოფლებში. სასაცილო სცენარებში ერთი რძის ფერმა უაზროდ ნადგურდება და უბოტის ეკიპაჟს კარგი ამბავი რჩება მოსაყოლად. Berchtesgaden გარდენის იოლ მისიაში, სცენარი, რომელიც მხოლოდ ყველაზე ვიწრო სამხედრო გაგებით მუშაობს, დროის მოგზაურობის ისეთ შესაძლებლობებს ხსნის, რომელთა ახსნაც წარმოების ჯგუფში არავის შეუძლია. მაგრამ ომაჰას სანაპიროს გაწმენდის სცენაში, იმ უღიმღამო წინასწარ დაგეგმილ და მეთოდურ ოპერაციაში, ერთი თვითმფრინავი აკეთებს იმას, რაც ასობით ვერ შეძლო. ატლანტიკური კედლის ყველაზე მომაკვდინებელი სექტორი ფუნქციონირებას წვეთს მანამდე, სანამ პირველი სადესანტო ნავი ჩამოსწევს თავის პანდუსს. და ის ადამიანები, ვინც იმ სანაპიროზე უნდა დაღუპულიყვნენ, უმეტესად გადარჩებიან. თანამედროვე ომმა მხოლოდ განადგურება არ გამოიგონა. მან ინდუსტრიალიზაცია გაუკეთა გარკვეულობას. და სიზუსტე 6 ივნისის დილისთვის იყო ერთადერთი რაც აკლდა. გინდა გაიგო რა მოხდება, როცა რაღაც კიდევ უფრო მოუხეშავს, ვიდრე B1B უკან დროში ვაგზავნით ყოველგვარი წესების და დეივის გარეშე. უყურე ვიდეოს, რა მოხდებოდა თუ ერთი ბორი ბონდ დამშენი დროში დაბრუნდებოდა და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში აღმოჩნდებოდა. ან დააცკაპუნე ამ ვიდეოზე.